როგორც თემის წარმომადგენელმა ოქტაი მინდა გთხოვო, ბევრმა შეიძლება არც იცის რა არის 1+4. მიუხედავად ამისა, რომ არაერთი რეპორტაჟი მეგვიწვია ამისთვის, დროებაშიც ფორმულაზე ზოგადად რა პროგრამა არის ეს, რა შედეგი მოიტანა და რის გაუქმებას აპირებს განათლების სამინისტრო, ამაზე გითხრა ორი სიტყვა და ღმერთმა ქნას, რომ 93%-ს ეთნიკურ უმცირესობებში ქართული კარგად, მაგრამ მე ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან შორს დგას სინამდვილისგან და რაში ჭირდებათ ამ სტატისტიკით ესე მანიპულირება. Თავიდან რო ვთქვათ, რომ როდესაც ეს ინიციატივა შემოვიდა, მანამდე იყო სხვადასხვა პროგრამები, მაგალითად წინა ხელისუფლების დროს, როდესაც მასწავლებლები მიივლინებოდნენ ხოლმე ესე იგი რეგიონებში და ადგილზე ასწავლიდნენ ქართულს, თუმცა იმ პროგრამამ ისე ვერ შეუწყო ხელი ქართული ენის ცოდნას და სწავლას, ამიტომაც შემდგომში შემუშავდა და დიდი მადლობა აქედან ამის მესვეურებს, ვინც ეს იდეა საერთოდ წარადგინა და ვინც მიიღო და ასე შემდეგ. 1+4 პროგრამა რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს და ასე ვთქვათ აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულენოვან, აფხაზურ და ოსურენოვან სკოლა დამთავრებულებს, თუმცა სამწუხაროდ აფხაზები და სამაჩაბლოს მკვიდრნი ეთნიკური, ესე იგი ოსიმოსახლეობა არ იღებდა მასში მონაწილეობას, შეეძლოთ საკუთარ მშობლიურ ენაზე ჩაებარებინათ ერთი გამოცდა უნარების მოხვედრილიყვნენ, ესე იგი ამა თუ იმ უნივერსიტეტის კონკრეტული გამო რადგან ვერ შედიოდნენ კონკურენციაში ეროვნულ გამოცდებზე, ჩააბარებდნენ თავის ენას, მე ერთი წელი ემზადებოდნენ, ესე იგი ქართულ ენაში, შემდგომ აგრძელებდნენ უკვე პირველი კურსიდან სწავლას ბაკალავრიატის საფეხურზე, ხო? ამან რა თქმა უნდა ეს იყო ერთი გარღვევა, თავიდან სხვათაშორის, ესე იგი სახელმწიფომ 100 წინა ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლებას რა თქმა უნდა 100 ესე იგი წასახალისებლად უფასო ადგილი დაუშვა კვოტა, მაგრამ შემდგომში ესე იგი ეს კვოტა იმდენად გაიზარდა, უпроსორად მსურველთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა და განსაკუთრებით გოგონებში, რომ არა თუ იფცებოდა ეს 100 ადგილი, არამედ კიდევ რჩებოდა და ამაში სამწუხაროდ ჩვენ ყოველთვის ვუთითებდით იმას, რომ კონკურსი გაჩნდა და ყველას არ შეეძლო, ესე იგი ამისი გადახდა, შესაბამისად აქ ჩაერთო მეზობელი სახელმწიფოს, ვთქვათ აზერბაიჯანული თემის შემთხვევაში სახელმწიფო კომპანია, რომელმაც აიღო თავის თავზე სოკარს გულისხმობ დაეფინანსებინა ეს, რაც თავისთავად ნონსენსია, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო აცხადებს, რომ მე ესე იგი ჩემთვის პრიორიტეტია სახელმწიფო ენის სწავლება და სახელმწიფო ენის სწავლებაში ფულს ახდევინებს თავის მოქალაქეს. ეშლებათ ხოლმე ზოგჯერ მაგალითად ტროლბოტობა თუ საქმეში, ესე იგი ჩაუხედავი ხალხი ამბობს, აი მაგალითად მე იტალიაში წავედი, ენა რო არ ვისწავლო, სამსახურს ვერ ვიშოვი და ასე შემდეგ. ემიგრანტებთან ათანაბრებენ საქართველოს მოქალაქეებს, რაც არ არის სწორი და უნდა ვიცოდეთ, რომ სისტემური ხარვეზის გამო იყო ის, რომ ესე იგი სახელმწიფო ამ დღემდე და მანამდეც ვერ ახერხებდა და ქართული ენის გავრცელებას კიდე საქართველოს რეგიონებში რა თქმა უნდა და ამან შემოიტანა გარდატეხა, მე ვიტყოდი, ამ ბავშვებმა, რომლებმაც დაიწყეს მომზადება, შემდეგ ბაკალავრიატი დაამთავრეს, ზოგმა მაგისტრატურაც, დაბრუნდნენ თავიანთ თემებში, გახსნეს სათემო ესე იგი ორგანიზაციები, დიახ, ავტოფარეხებში და ასე შემდეგ და დაიწყეს აბიტურიენტების მომზადება და ზოგადად იმ ობიექტური თუ სუბიექტური პრობლემებისთვის მომზადება ამ ბავშვების, რომლებიც თბილისში გადმოსვლის და აქ ცხოვრების და სწავლის პერიოდში, ესე იგი შეხვდებოდნენ, ასე ვთქვათ, შეეჯახებოდნენ ერთგვარად, ხო? და ამან მოქცა უზარმაზარი ფაქტი და შედეგი, იმიტომ რომ აბიტურიენტების სიმრავლე იყო. როდესაც და არის კიდევაც და როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ქართულმა ოცნებამ ყველაფერი ჩაკლა, შეიძლება ითქვას და ეს პროგრამაც ინერციით მოდიოდა და მოდის დღემდე, უნდა ითქვას და ამისი შეჩერების, გაუქმების სურვილიც ჰქონდა, ძლივს გადაათქმევინეს ერთ-ერთ მინისტრს განათლების, მონჩხენკელი იყო მაშინ. როგორც ეს კურავ განახდა ამაზე საუბარი და ახლა რატო განახლდა, ეგეც ის არის, იმიტომ რომ ეს ბავშვები მე აქტივისტებად ჩამოყალიბდნენ და პრობლემებზე დაიწყეს აპელირება, ეს კი არ უნდა თქვა. ესე იგი ჩაკეტილი საზოგადოებები, მათ შორის კულტურული
გაუცხოების წინაპირობებს ქმნიდა და ქმნის. მათ შორის ახლა აი უბედური შემთხვევა რომაც კიდევ ერთხელ მინდა ამ აზერბაიჯანული ოჯახს სამწუხაროდ უთხრა და გამოთქვა ხო მაგრამ ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა ხო არ ვიცით მოტივები და ასე შემდეგ მაგრამ მათ შორის აი არასწლოვანთა შორის ქორწინებების თემა პატარა გოგოების თემა უკვე მე რამდენი შემთხვევა და ეს უბედურებები რასტრიალებს და ვიღაც გონიეს რომ ეს რაღაცა იმ ჩაკეტილი საზოგადოების თემაა საქმეა და ასე შემდეგ ჩვენ არა ეს ჩვენ საერთო ეროვნული ტრაგედია არის და რატო დავიწყე ამ თემაზე ლაპარაკი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა მათ შორის ამ ახალგაზრდების ამ პროგრამაში მონაწილეობას ჩემი აზრით მოქონდა მათ შორის კულტურული დაახლოების რაღაც სოციალური განსხვავებების აი ამაზე მინდა რომ ილაპარაკო ამ პროგრამას კიდე ახლა წარმოიდგინეთ თქვათ ჩამოდიხარ რეგიონიდან ესე იგი თბილისში აქიჩენ ნაცნობებს მეგობრები ყავს თანაკურსელები რჩები თბილისში მუშაობ თანამშრომლები ყავს და ხედავ თბილისურ ცხოვრებას ეცნობი ასე ვთქვათ თეატრს კინოს რომელიც არ გაქვს შენ ადგილზე და ჩადიხარ და უყვები ამას ხო ადგილზე ყველას მეგობრებს ადგილზე და ამით აინტერესებ და მასში აღვიძებ სურვილს იმისას რომ მანაც ესე იგი ჩააბაროს ისწავლოს და ნახოს ეს მრავალფეროვნება და ეს გულისხმობდა არა მხოლოდ ენის ცოდნას, არამედ გაჯერებას ვთქვათ საქართველოში არსებული კულტურით და ასე შემდეგ. ახლა ეთნიკური ქართველი მათი მეგობრები, რომლებიც ეცნობოდნენ, მის მეშვეობით კითხვებს სვამდნენ და ეს აჩენდა და აჩენს, ესე იგი, ურთიერთგაცვლას ამ ყველაფრისა და მეტნდობას ერთმანეთში, რა თქმა უნდა. ჩვენ სამწუხაროდ ამ იმპერიებმა და განსაკუთრებით რუსულმა რუსეთისამ რაღაცა ისეთი ჩაგვიიკოდა თუ შეიძლება ითქვას ის რომ ესე იგი ერთმანეთი არ უნდა ვიცოდეთ. შეიძლება მეზობელი აი 100 მეტრის იქით ცხოვრობდეს და მისი არც კულტურა უნდა იცოდე, არც არაფერი, არამედ სტერეოტიპულად უნდა უდგებოდი ამ ყველაფერს. და ეს ყინული იყო გალღობილი და მოქალაქეთა შორის სოლიდარობის კულტურა, ურთიერთდახმარების კულტურა ყალიბდებოდა და სწორედ ამის გათიშვა სწადიათ და მე პირველად გავისიგრძეგანებ შეიძლება ითქვას და ძალიან მეუცხოვა ის ამბავი, როდესაც 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის დროს, ესე იგი მთელი საქართველო დაიძრა იმისათვის რომ ამ ეკოლოგიური კატასტროფის შედეგები აელაგმოთ შეიძლება ითქვას რომ გაწმენდით სამუშაოებში იღებდნენ მონაწილეობას და გამოვიდნენ თქვენ არავისი დახმარება არ არის საჭირო ჩვენ თვითონ მივხედავთო. ანუ ეს თვითონ ფაქტი იყო ურთიერთსოლიდარობის, ურთიერთხელგაწვდილობის ძალიან მაღალი, ლამაზი, მშვენიერი რამ ფაქტი და სწორედ ეს ამით შეშინდნენ. ფეხბურთმა გაგვაერთიანა, ისევ შეშინდნენ ამით და დაიწყეს ისევ პოლიტიკურად და იდეოლოგიურად გათიშვა საქართველოს მოსახლეობისა. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან იმისათვის რომ აი ეს დრიტა მოქალაქეებს შორის დაიშალოს და ყველა ერთმანეთს რაღაც ან ზემოდან ვუყუროთ, ან იჭვნეულად გადავხედოთ და მოქალაქეებს შორის ის რაღაცა ერთობა და სოლიდარობა აღარ უნდა გაჩნდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აზერბაიჯანულ თემშიც, სომხურ თემშიც გაჩნდნენ კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეები, რაც უფრთხობს ძილს დე-ფაქტო ხელისუფლებას და ქვეყნის საზიანოდ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. ის კვლევა სამინისტროსი, რომელიც ოდიოზური სამინისტროა თავისთავად, თუმცა არ ხდება ხოლმე ახლა ჩვენი ყურადღების ცენტრში არ არის, მაგრამ თავიდან ბოლომდე ეს ახვლედიანია მგონი მინისტრი და თავის მოადგილეებიანად არიან სრული კატასტროფა, აღარ არის, არ ვიცი ვინც არის მოკლედ და მათ ამ კვლევებს არ დაეჯერებათ და ხომ ვერ დავეყრდნობით, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა. არა და ასეთი არ არის კიდევ ერთი ის თემა ვითომ რომ თანასწორობა ირღვევა ეთნიკურ ქართველ სტუდენტებთან რომ იმათ უწევთ რამდენიმე გამოცდის ჩაბარება არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფს მხოლოდ ერთი და ასე შემდეგ ეს ვითომ სამართლიანობას არღვევს, ესეც არ არის სწორი, იმიტომ რომ არსებობს ასე ვთქვათ გარკვეული პრიორიტეტები და ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი არის სახელმწიფო ენის სწავლება და შესაბამისად სანამ ეს არ აღმოიფხვრება სრულად მართლა და მართლა, მანამდე ეს ესე იგი პროგრამა ძალაში უნდა იყოს და მხოლოდ წლიდან წლამდე იხვეწებოდეს და ესე იგი ხარბეზები იქნეს აღმოფხრილი. სხვა დანარჩენი არის ყველაფერი თითიდან გამოწოვილი.
რეზო მინდა ვისარგებლო ბოლოს ეს პრობლემები მე მაგრამ ცოტა უფრო შორს მიმავალი ეჭვებიც მაქვს საერთოდ ესეთი ინიციატივები საიდან შეიძლება ჩდებოდეს ამ პლასტში ამ საკითხის განხილვის კატეგორიული წინააღმდეგი არის ოქტაი და ამიტომ ამ თემას დიდად არ შემოვიდა მაგრამ მე მაინც მგონია რომ ეს უფრო უსაფრთხოებისა და გარედან არც თუ ისე მივიწყებული და შორს მიმავალი ჩვენი მტერი სახელმწიფოს გეგმებთან არის პირდაპირ კავშირში ასე. თუმცა ეს რა თქმა უნდა მარტო უსაფრთხოების კონტექსტში არ უნდა განიხილებოდოს ჩვენი მხრიდან, რომ ანუ უშიშროების, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საფიქრალი თემა კი არ არის ეს. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. არამედ ეს არის სწორი განათლების პოლიტიკის თემა, ეს არის სწორი კულტურული პოლიტიკის, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, სწორი სოციალური პოლიტიკის თემა, რომ თლიან ჩვენი საზოგადოების ინტეგრაციის პროცესი მიდიოდეს აქტიურად და ყალიბდებოდეთ თანამედროვე რუსულ დაცეში გეთახმებით, მაგრამ დანარჩენ იმაში რომ ვთქვა თუ ენა არის ის გამოწვევა იქნება ასე ვთქვათ ეროვნული უსაფრთხოებისთვის, აქ შეიძლება შევიდეთ ასე ვთქვათ ერთგვარ დისკუსიაში, ხო, იმიტომ რომ აგერ მთელი ქართული ოცნების პლეიადა ქართულენოვანია, მაგრამ საქართველოს ინტერესებს ღალატობს ერთ-ერთში ყოველდღე და ყოველწამიერად. ასე რომ ძლიერი არგუმენტი შევთხოვი გამიჭირდება წინააღმდეგობის გაწევა. ერთი ის იქნება დასამატებელი ჩვენ როდესაც ვამბობ რომ ეს უნდა გაგრძელდეს პარალელურად ეს დროებითი ესე იგი პროგრამირება კი ბატონო ანუ პირველი წელი ხო მე პარალელურად ბაგაბაღები საბავშვო ბაღები უნდა მოწესრიგდეს აშენდეს არ არის არსად ხო შემდეგ ესე იგი სკოლების ინფრასტრუქტურა და მასწავლებლების კადრები უნდა იყოს მივლენილი ამას არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება ეგრეთ წოდებული de facto და ახლა საიდანღაც მოიგონეს 93% და შემდეგ მასზე დაშენებით უკვე ჩვენ გვიმტკიცებენ რომ აღარ არსებობს და თურმე ბილინგური სწავლებებმა თანასწორთან ამ თემებზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ არათანაბრობამ შეაწუხოთ მეტი და სხვადასხვა გადაცემებში დავუბრუნდებით მადლობა მინდა გითხრათ მადლობა თქვენ გადაცემაში სტუმრობისთვის